თავისთავად ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვავს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს. გაზრდილი არის ვაჭრობა ქვეყნებს შორის, გაზრდილი არის ტურიზმი ქვეყნებს შორის, გაზრდილი არის პირდაპირ ფრენები ქვეყნებს შორის, რაც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ასევე ისარგებლოს, ასევე რა თქმა უნდა ხალხებს შორის ურთიერთობისა და ტურიზმის განვითარების მხრივაც გქონდეს უკეთესი მაჩვენებლები. დღითი დღე უარესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ევროკავშირში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და კოპენჰაგენი ეს არ არის ცალკეული გამონაკლისი, ჩვენ იგივე სურათები ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. სამწუხარო არის, როდესაც შემდეგ ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან ხოლმე რაიმე სტანდარტებზე. და ბოლოს ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომელსაც ცდილობდნენ, რომ წლების განმავლობაში მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის. თვითონ ჩვენ ვართ რაღაც მეორე ხარისხოვანი ერი, ბოლომდე არ განვითარებული ერი, თითქოს დანიამ თუ გერმანიამ თუ სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს, როგორი არის სწორი ცხოვრება, როგორი არის სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლის ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები, მსჯავრდებულთა რაოდენობას, რომელშიც შედის არა მხოლოდ პატიმრები, არამედ შედიან პირობითი მსჯავრები, ვისაც აქვთ პრობაცია, ვისაც არის და ყველა საერთოდ სასამართლო გადაწყვეტილება ვიზეც არსებობს, რომელიც არის 22,000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8,700. ასე რომ არანაირი კორელაცია და მსგავსიც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ქონდა ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც 21,000 მარტო პატიმარი ყავდა და 310,000 საქართველოს მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში, მოსახლეობის 10% ნაციონალურ მოძრაობას გამოცხადებული ყავდა კრიმინალად. ასე რომ ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალურ რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო რომ ხა ცდილობენ რაღაცნაირად თავის დამკვიდრებას, ასეთ манипуляციას აუცილებლად. მაგრამ კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია თუ პროპაგანდისტი აქტივისტი. უშინი იყო ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოო ჯამში ბეჭედი დაუშვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და სრული მხარდაჭერა არის ამ გადაწყვეტილებით, ამ პოლიტიკის მიმართ და შეგახსენებთ ასეხება საქმე. საქმე ეხება 2022 წელს ერთ-ერთი მორიგი აქტივისტის მიერ პირდაპირ შეურაცხყოფას უშვების სიტყვებით პოლიტიკოსების თუ საჯარო მოხელეების, რის გამოც მათ დაიკისრა ჯარიმა. და ეს საქმე სტრასბურგში წაიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მისგან ფინანსდება საია, ევროკავშირისგან ფინანსდება. ანუ წაიღო საიამ სტრასბურგში და ამტკიცებდა, რომ ადამიანისთვის დედის გინება არის ჩვეულებრივი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი, ასე ვთქვათ, მოვლენა და კიდე კარგი, რომ სტრასბურგში კიდევ ერთხელ საქართველოს დაამარცხა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა, რომ ჩვენთან სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტებში, მათ შორის პარლამენტში, პარლამენტის სხვადასხვა წევრთან ითხოვდა შეხვედრებს, ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარა შერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოსში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები. და დღეს ვიგებთ ამას, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები თურმე რუსეთის და რასაც ეძახდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს, რომ მას აძლევს საშუალებას, რომ ტანკები გამოუშვას და შემდეგ უკრაინელებს ესწროს, აი ტანკებისთვის უნდა ფული მისცეს მათივე ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ რუსეთს.